დღეს თბილისში ექსპო ჯორჯიაში ჭკვიანი ტექნიკის გამოფენა იღებს სტარტს, რომელიც სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მინდა იცოდეთ, რომ ჭკვიანი ტექნიკის გამოფენა, ანუ smart infrastructure-ზე და ტექნიკაზეა საუბარი, 70-ზე მეტ ჩინურ კომპანიას გააერთიანებს, რომლებიც თავიანთი პროდუქციით იქნება ეს საყოფაცხოვრებო, სამშენებლო თუ სამეწარმეო უნივთები იქნებიან წარმოდგენილები. გამოფენის მთავარი მიზანი კი ქართულ და ჩინურ კომპანიებს შორის სავაჭრო და საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებაა. საინტერესო ამბავი ხდება ექსპო ჯორჯიაში, მეგობრებო, აუცილებლად მიაკითხეთ, მით უმეტეს ამინდიც ხელს გიწყობთ, რომ კარგ სივრცეებში მოთავსდეთ და მით უმეტეს სასარგებლოსთან ერთად მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ემოციებიც მიიღოთ. უფრო მეტ დეტალს აი ამ გამოფენის შესახებ, რომელიც სულ მალე გაიხსნება, გაიგებთ ჩვენი სიუჟეტიდან. 19-21 სექტემბერს თბილისში ექსპო ჯორჯიის ტერიტორიაზე KC International Exhibition Group-ისა და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებული Smart Life Expo Georgia გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნებიან ჩინეთის წამყვანი კომპანიები, რომლებიც სტუმრებს საკუთარ პროდუქტებს, ძირითადად სამშენებლო მასალებს, ხელსაწყოებს, ტექსტილსა და ტანსაცმელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას გააცნობენ. საქართველოს როგორც ლოგისტიკური ჰაბი, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს და რეექსპორტის მნიშვნელოვან კვანძად მიიჩნევა, ჩინურ კომპანიებს სულ უფრო მეტად იზიდავს. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში საკმაოდ თავისუფალი და გახსნილი ბიზნეს გარემოა, ჩინური კომპანიები აქ ინვესტიციის განხორციელებითა და ვაჭრობაში ჩართვით სულ უფრო აქტიურად ინტერესდებიან. გამოფენის მთავარი მიზანიც ესაა, ჩინურ და ქართულ კომპანიებს შორის თანამშრომლობა, ინფორმაციებისა თუ გამოცდილებების გაცვლა, სხვადასხვა სექტორებში ურთიერთობების გაღრმავება და ახალი სავაჭრო არხების შექმნა. 19-21 სექტემბერს ექსპო ჯორჯიაში მისულ ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნება სხვადასხვა ინდუსტრიიდან, როგორიცაა სამშენებლო მასალები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა ხელსაწყოების მიმდინარეობამ უახლეს პროდუქტებს გაეცნონ. კომპანიების წარმომადგენლები კი შეძლებენ გამოფენა მიიღონ შესაძლებლობა ჩინურ კომპანიებთან ურთიერთობის გაფართოებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო 3 დღის განმავლობაში გამოფენაში მონაწილეობას 70-ზე მეტი ჩინური კომპანია მიიღებს.